გამარჯობათ. 3 წელია საქართველოს გარეთ ცხოვრობ და დემოკრატიულ პროცესში უშუალოდ აღარ მონაწილეობ. მაგრამ ახალ ისეთი მნიშვნელოვანი რამ ხდება, რომ გადავწყვიტე ჩემი პირადი აზრი გაგიზიაროთ. ვგულისხმობ თბილისის მერის არჩევნებს. 50%-იანი ბარიერის დაცება აუცილებელია. შიში ამოძრავებ მათ, ვინც ამას ესთინააღმდეგება, ეს მათ სუსტ პოზიციაზე მეტყველებს. ხელისუფლებასა და ზოგ პარტიას სურს 30%-იანი ბარიერი ერთგვარ კომპრომისად წარმოაჩინოს. სინამდვილეში 30% ამ შემთხვევაში 0%-ის თვალსაზრისია ვინაიდან. ხელისუფლება დარწმუნებულია 30%-იანი ბარიერის გადალახვაში. გამოითქვა აზრი, თითქოს მერობა არაპოლიტიკური თანამდებობაა. მაგრამ განა შეიძლება არაპოლიტიკური იყოს ისტორიაში პირველად თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევა. საქართველოში ძალაუფლება რომ ძალიან ცენტრალიზებულია. ამაზე არავინ დაავალებს. ზოგადად მერის პირდაპირი და სამართლიანი არჩევნები დეცენტრალიზაციის საუკეთესო გზაა. 50%-იანი ბარიერი კი იმის გარანტიაა, რომ ხალხს ლეგიტიმური დამოუკიდებელი ლიდერები ეხოლება. 3 მგელი და 1 მწყваრი კენჭს იმას თუ უქრის. ვინ შეჩამონ სადილად, ამას დემოკრატიას ვერ უწოდებ. საერთაშორისო საზოგადოება ამაზე ხმამაღლა არაფერს ითხოვს, ვინაიდან გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა თავად უნდა მიიღოს. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, ბერლინში თუ სხვაგან ხურდაგებით ადვენებენ თვალს ამ პროცესს, როგორც დემოკრატიის საზომს. თუ 50%-იან ბარიერზე შეთანხმება არ მოხდა, საქართველოს დემოკრატიის პარამეტრები საგრძნობლად დაიქცევს. არადა ყველგანაც სწორედ ახლა ჩერდება ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა. ბოლო 10 წლების მანძილზე. საქართველომ ბევრ რამეში საიტია წინ, თუმცა არჩევნები მისთვის ვლავ სირთულეს წარმოადგენს. მისალმებელია ის ფაქტი, რომ საარჩევნო კანონზე მომუშავე ჯგუფი ბევრ რამეზე შეთანხმდა. მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც კომპრომისი დაუშვებელია. იმაზე შეთანხმება სამართლიანად
ჩატარდება არჩევნები თუ უსამართლოდ კომპრომისი კი არა უზნეობაა. საარჩევნო ბარიერი უბრალო ტექნიკური საკითხი არ გახლავთ. მასზე საქართველოს მომავალი და რეპუტაცია დამოკიდებული. დიდი მადლობა.